მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებ სარეზერვო საცავებზე, ეგრეთ წოდებულ NAS სტანციებზე, გარე ვინჩესტერებზე და ეგრეთ წოდებულ ფლეშკებზე. ვიმყოფები ტრადიციულად MyMaster-ის ოფისში, კომპანიამ შეიძინა უგრინის გარე ვინჩესტერის кейსი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ კადრში, სადაც მიდევს სამსახურეობრივი HDD გარე ვინჩესტერი. იმდენად მომეწონა ეს კომპლექტი, რომ ჩემთვისაც გამოვიწერე მსგავსი კი არა და ანალოგიური кейსი გარე ჩასადები ვინჩესტერისთვის. ამ გარე кейსების გარდა, რა თქმა უნდა, ყველაზე პრაქტიკული მოსახმარი არის სერვერები, რომელიც ინტერნეტზე არის მიერთებული. უგნისაც, რა თქმა უნდა, აქვს მრავალი მოდელი, ეს არის 4 სლოტიანი დანადგარი, სადაც მიდის 4 მყარი დისკი და აქვს ასევე 2 სლოტი M2 ბარათისთვის. აქ მითითებული მაქვს ფასები, Amazon-ზე რაც არის, ადგილზე როგორ ფასებშიც იყიდება და აქ ჩამოტანილი თავისი გამბაჟებით დაახლოებით 9500 ლარზე გადის, მაგრამ ეწუნეთ ეგ ძალიან დიდი სიამოვნება. სანამ ყველაფერს ფინანსურად, რა თქმა უნდა, მოვერევი, მანამდე მაქვს ეგეთი პირადი პატარა გარე ვინჩესტერები, რასაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ. ეს არის გარე M2 ვინჩესტერის кейსი, ესეც უგრინის არის, ძალიან პრაქტიკულია იმ თვალსაზრისით, რომ თქვათ ლეპტოპზე შეერთებული ან თუნდაც კომპიუტერზე შეერთებული პირდაპირ M2-ში შეგიძლიათ იმუშაოთ. მე დავტესტე და პრაქტიკულად პრემიერში რენდერიც კი გავუშვი, აი ამ M2-დან და ხარვეზის გარეშე მოხერხდა ყველაფერი. გარე ვინჩესტერების არქივოთ აქვს შეძენილი M2 60-ოდ, ეს 1 ტერაბაიტიანი რაც არის და ყველაზე პრაქტიკული ეგ არის 256 გიგაბაიტიანი ფლეშკა, რომელიც სხვა დანარჩენ ტექნიკასთან ერთად უსიტყვოდ შემიძინა MyMaster-მა. ეს ფლეშკა არის 2 შესაერთებელიანი, ჩვეულებრივი USB პორტიც აქვს და Type-C პორტიც აქვს, რაც მას განსაკუთრებით კომფორტულად გამოსაყენებელს ხდის, ვინაიდან შეგვიძლია ტელეფონს შევაერთოთ ფლეშკა და დავათვალიეროთ ფოტო თუ ვიდეო მასალა შეყოვნების და გაჭედვის გარეშე პირდაპირ ტელეფონში. ამის გარდა, რა თქმა უნდა, მაქვს კიდე გამოწერილი Google Drive-ზე 2 ტერაბაიტი 250 ლარად, რასაც ხშირად ვიყენებ ფაილების გასაზიარებლად. სულ ეს არის ჩემი სეტი, რაც გამოჩნია და რაც მინდა რომ მქონდეს. ამით აგემშვიდობებით მეგობრებო, კარგად ზანდებოდეთ, წარმატებას გისურვებთ.